საბიუჯეტო პროექტზე კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში შატდაუნი გრძელდება. პროცესმა ხანგრძლივობის კუთხით რეკორდი მოხსნა. 37 დღეა ფედერალური უწყებების ნაწილი პარალიზებულია, შესაბამისად შეჩერებულია სერვისები და ხელფასების გაწევა. ეგრეთ წოდებულმა შატდაუნმა, რომელიც ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის ხარჯების გარშემო არსებულმა უთანხმოებამ წარმოშვა, რამდენიმე სფეროში კრიზისული ვითარება შექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა ავიაციის სფერო, ტრანსპორტის მდივანი სახაერო სივრცის ნაწილის დახურვის საფრთხეზე საუბრობს. მთავრობის დაფინანსების კანონ პროექტის კიდევ ერთხელ ჩავარდნაზე დონალდ ტრამპი მთელ პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს. რჩება თუ არა კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის შანსი, ქეთი ჩოხელი დეტალებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური უწყებები უკვე 36 დღეა დაფინანსების გარეშეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნია. წინა რეკორდი დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს დაფიქსირდა, როდესაც შატდაუნი 35 დღეს გაგრძელდა. კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოების შედეგად თვეზე მეტია. ფედერალური უწყებების თანამშრომლების ნაწილი ხელფასის, მილიონობით ამერიკელი კი მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დარჩენილი. ეს მდგომარეობა აისახება ჩვენზე, რადგან უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გავანაწილოთ ის მცირე თანხა, რომელიც შესაძლოა დანაზოგიდან დაგვრჩა. როგორ მივიღოთ შემოსავალი? დავჯდეთ Uber-ზე? თუ საკურიერო მომსახურება დავიწყოთ. უნდა ვიფიქროთ შემოსავლის მიღების სხვა გზებზე და ამავე დროს გავაგრძელოთ საჰაერო მიმოსვლის კონტროლის მართვა და საავიაციო უსაფრთხოების სფეროში მუშაობა ანაზღაურების გარეშე. ერთ-ერთი სფერო, რომელზეც შატდაუნი ყველაზე მძიმე დაისახა, სამოქალაქო ავიაციაა. 1 ოქტომბრიდან დაახლოებით 13,000 დისპეჩერს და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის 50,000-მდე ოფიცერს უხელფასოდ უწევს მუშაობა. პერსონალის ნაკლებობის გამო ყოველდღიურად ათასობით ავიარეისი შეფერხებით სრულდება. მადლიერების მოახლოებული დღესასწაულის გათვალისწინებით ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო რთული გახდეს. ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში საჰაერო სივრცის დახურვა გახდეს საჭირო. თუ ერთ კვირაში არ იქნება გადაწყვეტილება დემოკრატებო, თქვენ იხილავთ მასობრივ ქაოსს, თქვენ იხილავთ ფრენების მასობრივ გადადებას, თქვენ იხილავთ რეისების მასობრივ გაუქმებას და თქვენ შესაძლოა იხილოთ საჰაერო სივრცის ნაწილის დახურვაც კი, რადგან ჩვენ უბრალოდ ვერ ვმკლავდებით სისტემას ავიადისპეჩერების ნაკლებობის გამო. დაფინანსების შეჩერების გამო შემცირდა სასურსათო დახმარების პროგრამაც, რომლის ბენეფიციარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მერვე მცხოვრებია. ამ თვეში მათ დახმარების მხოლოდ ნაწილი მიიღეს. წუხელ სენატმა უკვე მე-14-ად ვერ შეძლო მთავრობის დაფინანსების კანონ პროექტის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პალატაში რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ, სენატში მათ კანონ პროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა არ აქვთ. დემოკრატები და რესპუბლიკელები კრიზისის გაჭიანურებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კონგრესში პარტიებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია. დემოკრატები ეწინააღმდეგებიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, რაც მათი აზრით ამერიკელებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას გაართულებს. რესპუბლიკელები კი ოპონენტებს პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით შანტაჟში სდებენ ბრალს. ჩვენი პოზიცია მკაფიო რჩება, აღდგეს მთავრობის მუშაობა, დავუდგეთ გვერდით ჩვენს მშრომელ ფედერალურ საჯარო მოხელეებს. მოდით ვიპოვოთ ორპარტიული გზა ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად, რომელიც რეალურად შეამცირებს ცხოვრების ხარჯებს, რადგან ამერიკაში ცხოვრების ხარჯები ზედმეტად მაღალია. ეს ქვეყანა ზედმეტად ძვირია. დონალდ ტრამპი და მისი ტარიფები ვითარებას კი არა უმჯობესებს, არამედ აუარესებს. ნებისმიერ მაგზამ, რომელზეც შევთანხმდებით, უნდა აღმოფხვრას რესპუბლიკელების გამო შექმნილი კრიზისი ჯანდაცვაში. ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ, რადგან დავიღალეთ იმით, რასაც დემოკრატები აკეთებენ. ისინი ამერიკელ ხალხს პაიკებად, ბერკეტად იყენებენ. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ არაერთი სენატორი, წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხელმძღვანელთა რანგებიდან დემოკრატების მხარეს, ისინი ღიად აღიარებენ, რომ ამერიკელ ხალხს იყენებენ ბერკეტად ამ პოლიტიკურ თამაშში. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს აკისრებს და აღნიშნავს, რომ ოპონენტები კონგრესში შატდაუნის დასასრულებლად ინტერესს არ იჩენენ. როგორც იცით, ჩვენ ვართ დემოკრატების მიერ შექმნილი კატასტროფული შატდაუნის შუაგულში. ეს ოფიციალურად ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შატდაუნია. სენატში დემოკრატმა რადიკალებმა მთავრობის მუშაობის განახლების მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოთქვეს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბოლო დღეებში გამოჩნდა ნიშნები, რომ ზომიერი დემოკრატები და რესპუბლიკელები მთავრობის დაფინანსების საკითხზე კომპრომისისკენ მიისწრაფიან, რათა 27 ნოემბრამდე, ანუ მადლიერების დღემდე მთავრობის მუშაობის განახლება შეძლონ.